ერთ ჩართვას წარმოგიდგენთ. ნელი, რა შემოგთავაზებთ განსხვავებულს ამ ჩართვაში? აი როგორც ხედავ, უკვე მღერით. აი ეს არის განსხვავებული, ანუ არა მხოლოდ ვჩხუბობთ, არა მხოლოდ ვფარიკაობთ, არამედ მღერით კიდეც და ანუ ქართული სიმღერის გარეშე ქართული ორთაბრძოლა წარმოუდგენელია. აუცილებლად, როგორც გაირკვა, სულისკვეთების ასამაღლებლად აუცილებელია სიმღერა. სიმღერა ბრძოლის წინ, სიმღერა ბრძოლის დროს და სიმღერა ბრძოლის შემდეგ. მაშინ მოусმინოთ ცოტა ხანს. შეგაწყვეტინოთ. ესე იგი, ნიკა ლეჟავა, მე მგონი ლოტბარი, ხო? ლოტბარი. ნუ გუნდის ხელმძღვანელი, თუ შეიძლება ესე ითქვას. რა ვიცი, სიმღერა ეს იყო ბრძოლის წინ სამღერის სიმღერა თუ? ეს არის საბრძოლო სიმღერა და რა თქმა უნდა, ბრძოლის წინ საბრძოლო სიმღერას როცა იმღერებდი, ან თვითონ უკვე ბრძოლის დროსაც, აი სამ უშუალო შეხლა მოხდებოდა მტერთან. ხასიათს და განწყობას აწევდა რა თქმა უნდა მე. ნელი, საათ ხდება ამ საბრძოლო სიმღერების მოძიება რეპერტუარისთვის? თითქოს ვახტანგ გორგასლის ხმალი მღერის. აი ესეთი აი მოძიება საათ ხდება? ანუ ეს არის ექსპედიციაში ნაპოვნი სიმღერა თუ არა? არა, ეს ექსპედიციაში არ არის ნაპოვნი. ზოგიერთი ექსპედიციაშიც არის ნაპოვნი, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ძალიან ბევრი მასალა არსებობს. ქართული სიმღერა დაფიქსირებულია, მადლობა ღმერთს და ამის შესწავლა მიმდინარეობს და ჩვენ გვაქვს ჩვენი ანსამბლი ერიში. კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნების ანსამბლი, რომელიც სხვადასხვა ქართულ ძირითადად საბრძოლო სიმღერებს შეისწავლის. რა თქმა უნდა, გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის სალაღობო, სატრფიალო და ძალიან ბევრი ნაკურები, მაგრამ როგორც წინა ჩართვაში გაირკვა, არსებობს სამკურნალო სიმღერებიც, ანუ მაგალითად ნიკამ მოიყვანა ბატონები. და კიდევ არსებობს როგორი სახის სიმღერები? აი ნადური არსებობდა მაგალითად, რომელიც შრომის ეს ბევრად უფრო აადვილებდა შრომას, იმიტომ რომ რაღაცა ორგანიზებაში მოყავდა ადამიანები. კარგი, მოდით გავარკვიოთ ახლა უშუალოდ იმათთან, ვინც ბრძოლობს, გეხმარებათ? რა თქმა უნდა, გვეხმარება. ჯერ მარტო იმიტომ რომ სასიამოვნოა, არა მარტო რომ ისმენთ რომ მღერი ხარ, სულ სხვა განცდაა და სხვა შეგრძნებაა და რა თქმა უნდა, სასიამოვნოც არის და გვეხმარება ყველანაირად. და როდესაც იბრძვით, მაშინაც მღერით თუ არა? მაშინ ამისთავი არ გაგვთ. არის ფერხულები და არის შესამზადებელი, რომლის დროსაც შესაძლოა მოძრაობების გაკეთება, მაგრამ უშუალოდ ბრძოლის დროს, უშუალოდ აი ხმლის ხანჯლის გამოყენების დროს თვითონ ეს სიმღერა არ ხდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დარტყმების დროს, ილეთების გაკეთების დროს სუნთქვა უნდა იყოს იმ რეჟიმში, როგორშიც საჭიროა აუცილებლად, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში დარტყმა არ გამოვა ისეთი, მოძრაობა არ გამოვა ისეთი, როგორც საჭიროა. ნელი, ერთ საბრძოლო სიმღერას კიდევ ხომ არ შეგვისრულებენ? რავი, რა გირჩევნია ახლა ვიმღეროთ რამე თუ ვაჩვენოთ ფერხული? ერთდროულად თქვენთ ეს ყველაფერი, თუ არის შესაძლებელი. კარგი, სადაც შეიძლება რომ ერთდროულად გავაკეთოთ, ანუ თეატრალური დადგმა და თან ვიმღეროთ. მოდი აბა გავარკვიოთ, ესე იგი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი შეგვიძლია? არა, არ შეგვიძლია, მაგრამ მომავალში შევძლებთ აუცილებლად. ესე იგი იდეა მივაწოდოთ. მაშინ სიმღერა რადგან მოვისმინეთ? ძალიან ასე ნელა-ნელა მივყვებით ჩვენ რა, დავუშვათ ჯერ იყო ეს ილეთები, მერე შევმატეთ ეს საბრძოლო ფერხულები ამას. ეხლა ნეკამ შემოგმატათ ერთად. აჰა. კარგი, მაშინ ვაჩვენოთ დადგმაც. რას ვაჩვენებთ? დადგმაც და ის მატრახსაც შეხება საინტერესო რაღაც არის, საინტერესო იქნება ალბათ. ტარიელის მატრახიც გვაქვს. შეგვიძლია ვნახოთ კაცი. ეს მატრახი ხა ბოლოში ამას რკინა არ აქვს დამაგრებული, მაგრამ როდესაც რკინას უმაგრებდნენ, ის ძალიან საშიში არაღი იყო. პრინციპში ესეც საკმაოდ საშიშია რა, იმიტომ რომ ამის დარტყმის ძალა ძალიან დიდი. მე უბრალოდ პირობითად დავდეთ ჩვენი სამიზნე, რომელსაც გიორგი ალბათ დაუმიზნებს ახლა, ხო? აი მე პირველად ხედავ პირადად საქართველოში მატრახის გამოყენებას. თქვენ საიდან აიქვთ ეს ხელოვნება? როგორ ეს სად მოვნახე? ჯერ ვეფხისტყაოსანშიც არის ამის შესახებ ლაბა. მაგალითი მასწავლებელი ვინმე თუ თვითონ გიორგი?
არა, იყვნენ მენ ექსპედიციების შედეგად შემოვნახეთ ადამიანები, რომლებიც ამას ამდაგვარ რაღაცას აკეთებდნენ, მაგრამ რა არის ისეთ ახლა ასე ზუსტად დახვეწილი სკოლა ამისი არის, უბრალოდ მათრახიც არ ქონდა ერთი რო ეჩვენებინათ ჩვენს, მაგრამ აი ესე გადმოცემით რაც ვიცოდით, როგორც გვითხრეს, ეს რა როგორ კეთდება, ამის დამზადების წესი როგორი არის, მოქნევა როგორი უნდა იყოს, დავამუშავეთ და აი გიორგიმ გააკეთა მაგალითად თავისი ხელით ეს მათრახი, მის ხელით არის გაკეთებული და აღვადგინეთ რა. არაფერი დიდი სასწაული ამაში არ არის, უბრალოდ ამას უნდა მიხედვა და ამას უნდა აღდგენა, გაკეთება, დამუშავება და და ტრადიციის ცოდნა. ხო, ტრადიციით ცოდნაც, ფერხული აბა. ესე იგი ტრადიციებს თქვენ არ ყვევთ რა ტრადიციები გქონდა საბრძოლო წიგნებიდან როგორც მივხვდით და არა მარტო წიგნებიდან, ექსპედიციების შედეგადაც, მაგრამ ნუ არის ახლა ისეთი ტრადიცია, რომელიც პრინციპში დაკარგულია, რომ ცოცხალი ადამიანი ჩვენ ვერ ვნახეთ რა. და ამას რა თქმა უნდა წიგნიდან, აი მაგალითად ეს ხანჯართაზე თამაშობა. ეს იყო ფერხული საბრძოლო ფერხული, როდესაც ასე ხვლებით დადგებოდნენ და წრეს უვლიდნენ რა. საბრძოლო ფერხული, ანუ ბრძოლამდე შესასრულებელი? ბრძოლამდე შესასრულებელიც რა თქმა უნდა, მაგრამ ამას ასრულებდნენ მშვიდობიანობის დროსაც სხვათა შორის. საბრძოლო როკვები იყო საქართველოში. როგორც აღნიშნეთ, თეატრალური წარმოდგენებსაც დგამენ, რა სახით არის იქ წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობები. იქნებ მოკლედ ამის შესახებაც გითხრათ, სანამ დაგემშვიდობებთ. ხო, ძალიან საინტერესო კითხვა. ანუ რა თქვენ ყველა სახეობას, ანუ არის სხვადასხვა სახეობები წარმოდგენილი? ყველა სახეობას რა თქმა უნდა ვერ წარმოადგენთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით სახეობები არსებობს რა, მაგრამ მხოლოდ ამ მიზეზით, ხო? ეხლა ამ მიზეზით და თან რაღაცები დამუშავებული გვაქვს, რაღაცებს ეხლა ვამუშავებთ. ხოჭირს ექსპედიციები გრძელდება და კიდე ახალი მასალა რაც შემოდის ჩვენთან, იმასაც ვამუშავებთ. ხო და აი ექსპედიციების გარდა მე ვნახე თქვენს. აი ეს ელაშულსაც უწერია სხვათა შორის, ვასო ელაშულს ამის შესახებ, დათი ხორგოვნა გითხრა ჩვენ სვანეთში, როდესაც ექსპედიცია გავაკეთეთ. და აქ ერთი კაცი შუაში შედიოდა და საბრძოლო როკვას, საბრძოლო ცეკვას ასრულებდა, რომელიც აი მებრძოლის ხასიათის არა, ტრადიციებზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება, ალბათ სამწუხარო ჩვენი საეთერო დრო იწურება. დიდი მადლობა უნდა უთხრათ ჩვენ სტუმრებს და შენ ასეთი საინტერესო ჩართვისთვის და უნდა დაგემშვიდობოთ. კარგად. კარგად, წარმატებებს